პირველად საქართველოში სივრცითი მოწყობის გეგმა ამოქმედება. აჭარის ეგრეთ წოდებული ახალი თაობის დოკუმენტის ონლაინ სქემაზე სპეციალისტები 2 წელი მუშაობდნენ. 800 გვერდიანი ორტომეული რეგიონის განვითარების კონცეფციას განსაზღვრავს და ინვესტორებს ბიზნესის სწორად დაგეგმვაში დაეხმარება. ასე გამოიყურება აჭარის სივრცითი მოწყობის დოკუმენტის ონლაინ სქემა. სპეციალისტთა ჯგუფმა რეგიონის ყველა სოფელი და ქალაქი შეისწავლა. ეგრეთ წოდებული ახალი თაობის დოკუმენტი ბევრ მიმართულებას მოიცავს და საერთო ჯამში აჭარის განვითარების კონცეფციას განსაზღვრავს. თითქმის 2 წლიანი მუშაობის შემდეგ 800 გვერდიანი ორტომეული მზადაა. მუშავდება ონლაინ რუკები, ანუ ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მითითებულ მისამართზე გახსნას სპეციალური პროგრამა და ნებისმიერი რუკა იხილოს უკვე გადიდებით და ნებისმიერ მასშტაბში, რომელშიც მოედობა, სადაც იქნება დატანილი და დატანილია უკვე ყველა ეს ძირითადი მიმართულებით განვითარების, რაც იქნა დაგეგმილი ჩვენს მიერ. სქემის ელექტრონული ვერსია მუნიციპალიტეტებსა და სამთავრობო უწყებებს უკვე გადაეგზავნა. მათი შენიშვნებისა და რჩევების გათვალისწინებით ამ ეტაპზე დოკუმენტის საბოლოო კორექტირება ხდება. სქემა ნიდერლანდების სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გრანტით განხორციელდა. 250.000 ევროს ფინანსური დახმარების გარდა ქართულმა მხარემ უცხოელი სპეციალისტების პროფესიული მხარდაჭერაც მიიღო. სქემა მოიაზრება ინტეგრირებულ დოკუმენტად, რომელიც აყალიბებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სივრცითი ტერიტორიული განვითარების ხედვასა და პოლიტიკას, აგრეთვე თავს უყრის, ასე ვთქვათ, აჯერებს დარგობრივ იგივე სექტორულ გეგმებსა და პროექტებს და უზრუნველყოფს მათ ჰარმონიზებას სქემის ფორმატში. მას შემდეგ, რაც აჭარის სივრცითი მოწყობის დოკუმენტი მომზადდება, კონკრეტული პროექტები დაიგეგმება. მრავალფუნქციური სქემების მიხედვით ზუსტადაა შესაძლებელი ამა თუ იმ სფეროს განვითარებისთვის ეფექტური ადგილი შერჩევა. პრიორიტეტების განსაზღვრის დროს კი ეს დოკუმენტი რეკომენდაციების კრებულს წარმოადგენს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, სივრცითი მოწყობის გეგმა ხელშეუწყობს ინვესტიციების მოზიდვას. ძალიან დიდი სამუშაო იყო ჩატარებული იმისთვის, რომ ჩვენ განსაზღვროთ, თუ აჭარაში ყველა რაიონი როგორ მოხდება დაგეგმარება სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით, განვითარების კუთხით, თუ სად შეიძლება იყვეს, აი მაგალითად ტურისტული ბიზნესი გვაინტერესებს, რომ განვითარდეს და ეს არის თქვა აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ სარფიდან ჩოლოქამდე, თუ სად რას ვავითარებთ. სივრცითი მოწყობის გეგმა საქართველოში პირველად მუშავდება. საპილოტე ვარიანტი მუნიციპალური და ნაციონალური პროექტებისთვის სამუშაო ვერსია იქნება. პროექტის საჯარო პრეზენტაცია 28 თებერვალს გაიმართება.